ჩემ მანდატის განმავლობაში მე დავინახე, რომ ეროვნულად მოაზროვნე ახალგაზრდების უდიდესი ნაწილი არის სწორედ ქართული ოცნების მხარდამჭერი. ამ რწმენითა და ამბიციით 22 წლის ნოდარ ბოკერიას დეპუტატის ამპლუაში პირველი სამუშაო დღე ჰქონდა. როში ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით ერთწლიანი სტაჟირების შემდეგ პირდაპირ დედაქალაქის მერვე მოწვევის საკრებულოში დაასაქმეს. ქართული ოცნების ახალბედა დეპუტატი საკუთარი პოლიტიკური ბიოგრაფიის წერას რეჟიმის ხოტბითა და დასახიჩრებული თუ დატუსაღებული თანატოლების მიმართ ნულოვანი თანაგრძნობით იწყებს. ჩვენ უყურებთ რუსთაველის გამზირზე 50-10-15 ახალგაზრდას, რომლებიც კეტავენ რუსთაველის მთავარ გამზირს და ამით მილიონიან ადამიანს უქმნიან დისკომფორტს. ეს არ შეიძლება. იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ ისინი წაიკითხავენ მენს, გაანალიზებენ უფრო სწორად შეაფასებენ ინფორმაციას და დაინახავენ თუ საით არის სიმართლე. ნოდარ ბოკერიასგან განსხვავებით, თავისი პოლიტიკური ბიოგრაფია ლუკა ძაძამიამ უკვე დაწერა და ამით რეჟიმის სტაჟიანი მეხოტბეებიც გააბრაზა. დაიბადა ამადამ წელს ვყიროდა ქართული ოცნება თქვენი დედის დრო დგებაო და მესამე უწარია დეპუტატი ქართული ოცნების. ვერ გავიგეთ ძმაო, სისხლი გვაქვს ჩამთხმეულია, ხალხი ვართ, უძრო გამეები ძმაო. გამიგეთ ჩვენ არაფერი ძმაო, ვეღარ გავიგეთო. შევარდნაძის თაობისთვის პატარა ვიყავი, ამათვის დიდი ვარ, ჩემი დრო აღარ მოვიდა. მე თქვენი 21 წლის სტუდენტმა ბოლო 1 წელიწადში რეკორდი მოხსნა. თუკი ოცნების სტაჟიანი მილიონერი დეპუტატები წლების განმავლობაში პარტიიდან პარტიაში პორტირებით ყველა ხელისუფლებას მოერგნენ, ძაძამიამ ეს ბოლო 9 თვეში მოახერხა. ლუკა ძაძამია. ლუკაც ჩვენი გუნდის ახალგაზრდა წევრია. ნოემბერ-დეკემბერში რუსთაველის გამზირზე ივანიშვილის დამხობას ითხოვდა. დღეს კი რეჟიმის მსახურება გადაწყვიტა. მიმაჩნია, რომ ახალგაზრდების ინტერესის წარმოდგენა შემიძლია, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბენეფიტია და მოგეხსენებათ მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ინტერესის სფეროს წარმოადგენს. ჩვენი ორგანიზაციის არც ერთი წარმომადგენელი არ ახორციელებდა არანაირი ფორმით ძალადობას, მათ შორის არც მე პირადად, არავინ არ მიესალმება მმართველ გუნდში ძალადობის განხორციელებას. პირიქით, ეს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მათ მიერ დაფინანსებული საზოგადოების ნაწილი არის სწორედ ის კატეგორია, რომელიც აღვივებს და მცდელობა აქვს, რომ დესტრუქციული პროცესები მოიწვევს საზოგადოებაში. დედაქალაქის საკრებულოში ოცნების რიგებში ჩადგა პარლამენტიდან სკანდალურად წასული და ხმაურიანად მობრუნებული ოთარ ჩრდილელი. კაცი, რომელმაც პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე შვილის დაცვა ვერ გაბედა და პროპაგანდისტებს მისი გაშავების უფლებაც მისცა. კრიტიკულმა შეკითხვებმა დღეს ჩრდილელი წყობიდან გამოიყვანა. როდესაც ანუკი ჩრდილელის შესახებ გაავრცელეს პერსონალური ინფორმაცია, როგორია თქვენი დამოკიდებულება? საერთოდ არ გცნობთ ტელევიზიებს. თქვენ ხართ ჩვეულებრივი პროპაგანდისტი. ტელევიზიების გაუქმებასაც ხომ არ აპირებს ქართული ოცნება პარტიების აკრძალვასთან ერთად? ქართული ოცნება არაფერს არ აუქმებს, ყველა აუქმებს მის თავს. თქვენ გადადიხართ შეტევაზე, ორგანიზებულ შეტევაზე. ეხლა დააკვირდით თქვენს აქციას. რომელიმე აი ორივე ეხლა ფსიქიურად, აი ფსიქიურად ნორმალური საბჭოა სტოვებდით წეღან. არ გაგეცით პასუხი. ანუკი რომ დააკავეს, მე ვიცნობ ანუკის მათ შორის პირადად. თქვენ არ ძალიან კარგი რომ იცნობთ, თქვენ არ გცემთ პასუხს. ხო ხომ აქვს ამის უფლება? პრობლემა. მერვე მოწვევის საკრებულოში ქართულ ოცნებას 45 დეპუტატი ხავს. ლელოს 2, 2-ც იაგო ხვიჩიას გირჩს. პრორუსულ ალტინფოს 1, გახარიას პარტიას არც 1. ძლიერი საქართველოს კოალიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით საგამოძიებო კომისიების შექმნას მოითხოვს. მიზანი ქართული ოცნების მაღალჩინოსნების კორუფციული სქემების მხილება. დავაყენებთ ინიციატივას, რომ იმ ფორმალური ბრძოლის მიღმა, რომელსაც ქართული ოცნება აწარმოებს კორუფციის წინააღმდეგ, ჩვენ შევთავაზოთ რეალური მექანიზმი, ეს არის დროებითი სამუშაო ჯგუფების შექმნა, რომელიც გამოიძიებს და შეისწავლის კორუფციის კონკრეტულ ფაქტებს, რათა ბიუჯეტის ყველა ქურდმა აგოს პასუხი. არ შეგვიქმნიან სხვანაირად შევისწავლით ამ საკითხებს და გავამამზადებთ ყველაფერს. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ამაზე, მაგრამ უკვე დადგა დრო, როცა თვითონ სახელმწიფო ალაპარაკდა იმაზე, რომ ძალიან ძიმე მდგომარეობაშია ქვეყანა. გარდა ამისა, რაც ახალი მომენტები, ეს არის არაბული ქალაქის მშენებლობა. რატო არა ევროპული? კორუფციასთან ბრძოლა ესეთი ლამაზი გამონათქვამი კი არის, მაგრამ ჩემი აზრით მთავარი კორუფციასთან ბრძოლაში არის ის, რომ არ უნდა იყოს საშუალება კორუფციის. ესე იგი არ უნდა კონდეს ჩინოვნიკს იმის ფუფუნება, რომ გადაწყვიტოს ამა თუ იმ ბიზნესის ბედი.
პოლიტიკური რეპრესიების ფონზე ივანიშვილის პარტიამ ყველა მუნიციპალიტეტი ხელში ჩაიგდო. საკრებულოები კი თავისი მორჩილი კადრებით დააკომპლექტა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ოლიგარქის კურსელი დავით დარჩია უკვე მეოთხედ დანიშნეს. რეჟიმი მოქალაქეებს არწმუნებს, რომ მუნიციპალური არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა. ეს იმ ფონზე, როცა ოპოზიციას კონკრეტულ ქალაქებში კანდიდატი დასახელებულიც კი არ ხავდა. იმ მუნიციპალიტეტებში კი, სადაც ოპოზიციამ კანდიდატების გაყვანა მოახერხა, დეპუტატები უთანასწორო პირობებშიც გეგმავენ ბრძოლას. იქ სადაც ჩვენ ყავს წარმომადგენლები საქართველოს 57 მუნიციპალიტეტში ლელოს ადგილობრივი ლიდერები დააყენებენ ინიციატივას იმის შესახებ რომ ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნას ეგრეთ წოდებული სამუშაო ჯგუფი რომელიც მოახდენს კორუფციული ფაქტების გამოძიებას. ოპოზიცია საკრებულოებში ყურადღებას კორუფციაზე გაამახვილებს, რომელიც განსაკუთრებით რეგიონებშია გავრცელებული. ამ კუთხით არაერთი კითხვა ისმის კახა კალაძის მიმართაც. თავად ხალხის ფულის მოპარვაში არაერთხელ მხილებულ მერს ოპოზიციონერი დეპუტატები ამ შეკითხვებს ხვალ საკრებულოს სხდომაზე დაუსვამენ, სადაც ის ადგილობრივ მთავრობას უკვე ოფიციალურად წარადგენს.